76 მომხრე 9 წინააღმდეგი პარლამენტმა კენჭისყრის ამ შედეგით ახალი რედაქციის საარჩევნო კოდექსის პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. სიახლეა ის, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება და მუნიციპალური არჩევნების მსგავსად პარლამენტის არჩევნებიც მხოლოდ საქართველოში გაიმართება. პროექტის თანახმად პარტია უფლებამოსილი იქნება როგორც საპარლამენტო, ასევე მუნიციპალურ არჩევნებში კანდიდატებად მხოლოდ პარტიის წევრები წარადგინონ. უპარტიო კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა კი მხოლოდ საინიციატივო ჯგუფს ექნება. კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები მარტივდება. კერძოდ, სააღრიცხვო ბარათი წარსადგენი აღარ იქნება. ამჟამად კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენია მის მიერ შევსებული ორი დოკუმენტი: სააღრიცხვო ბარათი და პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადი. პროექტის თანახმად რეგისტრაციის მიზნით კანდიდატი მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის თანხმობის ფორმას შეავსებს, სადაც თანხმობასთან ერთად ბინადრობის ცენზისა და პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია აღინიშნება. ამავე პროექტით საარჩევნო კომისიის წევრობა აეკრძალება სისხლის სამართლის წესით ნასამართლებ პირს, მათ შორის მასაც, ვისაც სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა. პროექტით ასევე დგინდება, რომ კენჭისყრის შენობაში ფოტო და ვიდეო გადაღებისას აუდიო მონიტორინგი აკრძალული იქნება. იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხიც. კენჭისყრის შენობიდან გაძევებულ ადამიანს სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა აეკრძალება. ყველაზე ახლოს, ისე როგორც არასდროს დარასიზმს ზელენსკი, რისი დათმობა მოუწევს მას მშვიდობის სანაცვლოდ. ტრამპის სამშვიდობო დოკუმენტის პუნქტების სია გრძელია. გადაწყვეტილების მისაღებად კი ზელენსკი სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მის პასუხს შტატებში 28 ნოემბრისთვის ელიან. სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება და რამდენად მშვიდობიანი იქნება. ეს მალე გამოჩნდება ალბათ, როდესაც მადლიერების დღეს შეხვდებიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და უკრაინის პრეზიდენტი ერთმანეთს. რამდენად მადლიერი დარჩება მსოფლიო ამ შეხვედრის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტისა თუ უკრაინის პრეზიდენტისა, ეს მოდი დავტოვოთ ამისათვის ადგილი, იმიტომ რომ კაცმა არ იცის ბოლოს რაზე მოეწერება ხელი, რა დარჩება იმ 28 პუნქტიდან, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მისი ნახევარის რო დარჩეს, ეს იქნება უკრაინისთვის კატასტროფა. მაგრამ აქ მარტო უკრაინაზე არ არის საქმე. ამ მომთან დაკავშირებით ალბათ კითხვის ნიშნები გაგრძელდება, ალბათ ანალიზის გაკეთდება, რამდენად სამართლიანი იყო თუ სამართლო ეს ომი ზოგადად. და მე უფრო სხვა საკითხები მაინტერესებს ახლა. რას წარმოადგენს დღევანდელი უსაფრთხოების არქიტექტურა? რამდენად უსაფრთხო იქნება ხვალინდელი მსოფლიო და მათ შორის ევროპაც? იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი უნდა ვიყოს დღეს თუ არა ხვალ მაინც. აქ მე ვერავითარ პროგრესს ვერ მივჩერები ვარ, პირიქით. აშკარა არის ნიჰილიზმი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. არავითარი საერთაშორისო სამართალი აღარ არსებობს სოფლიოში, არავითარი საერთაშორისო სამართალი აღარ არსებობს. ლაპარაკი კი ზედმეტი არის დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე. რომელ დემოკრატიაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ის რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება ახლა. როდესაც ერთი დიქტატორი მეორე დიქტატორით იცვლება და რაღაც ვზეიმობთ მე ამას, რა დიქტატორი შეიცვალა ეს უნდა ვიზეიმოთ? რამდენად დამაბრკოლებელი იქნება იმ აგრესიისათვის დღევანდელი მსოფლიო, რომელსაც რუსეთი აწარმოებს მსოფლიოს წინააღმდეგ. ძალიან სამართლიანი ომი, უსამართლო ომი. სად არის დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია? რას აკეთებს, რომ დაცული იქნეს ელემენტარულ დონეზედაც მაინც უკრაინის სუვერენიტეტი? აღარაფერს აღარ ვლაპარაკობს მისი უშიშროების საბჭო, რომელმაც საერთოდ დაკარგა ფუნქცია. მე ძალიან მაგონებს მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდს ერთა ლიგა რო უფუნქციო გახდა და უუნარო გახდა ზოგადად. სად არის ევროკავშირის ის დამოკიდებულება, რომელსაც ისინი იჩენდნენ თუნდაც ომის დაწყების წინ? და რატოა დღეს
უკრაინა და მისი პრეზიდენტი მარტოდ დარჩენილი ამ მოლაპარაკებების დროს. უბრალოდ ჩახსნილია ყველეს საერთაშორისო ინსტიტუტი აღარ მონაწილეობენ აი ამ საქმის გარჩევაში თუ შეიძლება ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პუტინი ტრამპი დავით არჩევენ ამ საკითხს. აქ არავით არის სუვერენიტეტი რომ ვიღაცამ დაიცვას უკრაინის სუვერენიტეტი არ არსებობს. უმძიმესი მდგომარეობა და მე მტკივა იმიტომაც რომ თითქოს მეგონა რომ აი 2008 წელი ეს იყო დროებითი წაფურხილება ევროსტრუქტურებისა, როდესაც ბევრი რამ დაუთმეს რუსეთს და ფაქტიურად გამოხატეს მხოლოდ აი ეს შეშფოთება და სხვა ნაბიჯები არ გადაუდგამთ. მეგონა თუ უფრო მკაცრი იქნებოდა მსოფლიო უკრაინასთან მიმართ, უკრაინა რუსეთის ომთან დაკავშირებითა და მეტ ძალისხმევას გამოიჩენდა მსოფლიო თუნდაც რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ რეალობა რა არის დღეს? საქართველოს ჩამოჭრილი აქვს ორი მნიშვნელოვანი რეგიონი. ამის საკითხის გადაწყვეტისათვის არავითარი ნაბიჯები არ იდგმება, ნუ მოვიტყუებთ თავს. ისე როგორც გავა ალბათ რამდენიმე წელი და უკრაინა ისე შეეგუება, ჩვენც ვეგუებით, ფაქტობრივად რას ვაკეთებთ აბა? ჩვენც ვეგუებით და უკრაინელები შეეგუებიან ალბათ იმ ტერიტორიების დაკარგვას, რომელიც გაწერილია იმ 28 პუნქტიან გეგმაში. ამერიკის მეთაურობით შედგენილი სამშვიდობო დოკუმენტი უპირობო კაპიტულაციაა ევროკავშირის რიგი ქვეყნებისთვის, რომლებიც ჟენევაში შეთანხმების სხვა ვარიანტზე მუშაობენ, თუმცა მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას მაინც უკრაინას აკისრებენ. ჟენევის მოლაპარაკება, როგორც ჟენევის მოლაპარაკება, ჩვენც ვარ ჩართულები, ხო, იქ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობებში ერთი რეალური ნაბიჯი მითხარით, მომიტანეთ, რომელიც გადაიდგა ჟენევის მოლაპარაკებების დროს. ახლაც მხოლოდ საუბრისთვის იკრიბებიან ჟენევაში და რეალური პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა. ნუ რა თქმა უნდა მე ახლა რასაც ვლაპარაკობ, გული მტკივა ამასთან დაკავშირებით, ასე არ უნდა ვსაუბრობდე, მაგრამ ეს არის დღევანდელი რეალობა. და ამ რეალობას თვალე თუ არ შევხედეთ და ისევ აი სათვალეების, ფერადი სათვალეები დავინახეთ ყველაფერი, ხო, შეიძლება ისეთი პატარა ქვეყანა როგორც საქართველოს სულ მალე დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასია სოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ცენტრად იქცევა სულ მალე. ტრამპის გეგმა გავრცელებული ინფორმაციით ზელენსკისგან მნიშვნელოვან დათმობებს მოითხოვს. სანაცვლოდ კი ოფიციალური კიევისთვის ნატოს სტილის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს. 28 პუნქტიან გეგმაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელი იქნება. გეგმა კიევისგან აღმოსავლეთის ტერიტორიების დათმობას, სამხედროების რაოდენობის შეზღუდვასა და ნატოში გაწევრიანებაზე სამუდამო უარს მოითხოვს. სანაცვლოდ შტატები კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს. როგორც კი მემორანდუმს მხარეები მიიღებენ და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა, გეგმის განხორციელების მიზნით ორივე მხარე შეთანხმებულ ტერიტორიულ პუნქტებამდე დაიხევს. ტრამპის შეთავაზებაზე საპასუხოდ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს სულ ცოტა დრო რჩება. ერთი წელია უკვე რაც ვემსახურები ესთეტიკის სფეროს, კერძოდ გვაქვს ლაზეროთერაპიის კაბინეტი, დიოდური ლაზერის ეპილაცია კეთდება ჩვენს კაბინეტში და ამ ერთი წლის მანძილზე ძალიან ბევრი გამოცდილება დამიგროვდა, გვყავს ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი, რაც ჩემში იწვევს ძალიან დიდ სიხარულს და ასევე უფრო მეტ სტიმულს, რომ კიდევ უფრო გავძლიერდე და უფრო მეტი წარმატებული ნაბიჯები გქონდეს. გადავწყვიტე, რომ ჩემს კაბინეტში არა მხოლოდ ლაზეროთერაპიის მომსახურება შევთავაზო მომხმარებას, არამედ ჩავატარო პროფესიონალური შემსწავლელი კურსები მათთვის, ვისაც ამ სფეროში განვითარებას სურს და ვთავაზობ დაინტერესებულ პირებს, რომ ჩვენთან ჩატარდება ლაზეროთერაპიის კურსები, როგორც პრაქტიკული, ასევე
თეორიული ნაწილი და ეს იქნება ორკვირიანი კურსი, გაიცემა სერტიფიკატი შესაბამისი. პრაქტიკული ნაწილი მოხდება, რა თქმა უნდა, ჩვენს კაბინეტში და რა თქმა უნდა, უახლესი ტექნოლოგია გვაქვს 2025 წლის დიოდური ლაზერის აპარატი ძალიან გამიმართლა ამ აპარატმა და მინდა გითხრათ, რომ ჩემი იმედები ძალიან გაამართლა. ვინც ჩემი პაციენტი და ვინც ჩემთან დადის, ყველა დამეთანხმება ალბათ, რომ არასოდეს არ ვუცრუებ იმედებს ჩემს პაციენტებს. ყველა მოსწავლე, ვინ ჩვენთან გაივლის ამ კურსებს, სიღრმისეულად შეისწავლიან ყველაფერს, თეორიას, პრაქტიკას გაივლიან, რა თქმა უნდა, მოდელებთან, გამოიყენებენ თავისი სურვილისამებრ შეუძლია თავიანთი პატარა ბიზნესი, კაბინეტი გახსნან და გამოიყენონ ცხოვრებაში ეს პროფესია.